ბიბლიას კითხულობს აბსოლუტურად ყველა ქრისტიანული სამყაროს საკითხავი წიგნი არის ბიბლია, მაგრამ ზოგი კითხულობს, ზოგი არა. აბსოლუტურად ქრისტიანი იყო, ესე იგი ბიბლიაზე ძველი და ახალი აღთქმაზე ხარ დაყრდნობილი, ხო? აბა ისე მუსულმანი ხარ. ბიბლიას არ კითხულობს მუსულმანი, იმიტომ რომ მისთვის საკითხავი წიგნი არ არის ეს, მისთვის არის ყურანი. ბიბლიას არ კითხულობს ბუდისტი, მისთვის საკითხავი წიგნი არ არის ბიბლია, მისთვის არის თხამაპადა და ბიბლიური სხვადასხვა ლიტერატურა. არც ინდუსი კითხულობს, მისთვის საკითხავი სახარება არის ბჰაგავად გიტა. ხო, მაგრამ ქრისტიანული სამყაროსთვის მართლმადიდებელი, კათოლიკე, პროტესტანტი წიგნი მთავარი ფუნდამენტი არის ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა. ამაზე ორი აზრი არა, ესე იგი პროტესტანტულ სივრცეში 66 წიგნი კანონიკური, არაპროტესტანტულ სივრცეში კათოლიკებთან და მართლმადიდებელთან შესული არის 77 წიგნი, მაგრამ აღნიშნულია რომ 11 წიგნი არაკანონიკური არის. აღნიშნულია. იქვე, მაგრამ შესულია ბიბლიაში. გამოცემა რომელიც არის მართლმადიდებლების და კათოლიკების, მოიცავს 77 წიგნს. პროტესტანტული გამოცემა მოიცავს 66 წიგნს და არ არის შესული 11 წიგნი. სიმბოლური 6-6, იქ 7-7. მაგრამ კიდევ მეორე კათოლიკებთანაც და მართლმადიდებლებთან ის 11 წიგნი ვარსკვლავით არის აღნიშნული და მიწერილი, არაკანონიკური არის. ესე იგი, ბიბლია არის ყოვლის მომცველი ქრისტიანულ სამყაროში და მან ბიბლიური მთავარი წიგნიდან გამოვიდნენ პატარ-პატარა სექტები. და ერთ-ერთი სექტაა მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბებული, აი რასელის მიერ, რასელისტებს უფრო ვეძახი მაგას, იეღოვას მოწმეები, რომლებიც ამოწმებენ ბიბლიაში იეღოვას და არა იესო ქრისტეს. რამე თუ იესო ქრისტე განხილული არის არა როგორც ღმერთის სამების ერთ-ერთი ჰიპოსტაზი, არამედ როგორც მოძღვარი და როგორც წინასწარმეტყველი. ისინი არ უარყოფენ ისტორიულად იესო ქრისტეს. ისინი არ აღიარებენ იესო ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას და ღმერთის აი ჰიპოსტაზს არ აღიარებენ. შესაბამისად, ისინი რჩებიან მხოლოდ იეღოვას ამოწმებენ. ესე იგი, დამოწმებელი არიან ბიბლიაში, რომ იეღოვაა ღმერთი და იესო ქრისტე არა და არც უჯერებენ იეღოვას, რომ იესო ქრისტე უნდა გამოაგზავნოს მან და ჯვარზე გაეკრას. და მათ ისეც არიციან, რომ იეღოვა და იესო ქრისტე ერთი და იგივეა. და სახელი ღმერთისა იეღოვა იგივე არის, მისია მხსნელი უკვე სახეცვლილება. მოგეხსენებათ ბიბლიაში ღმერთს დაახლოებით 300-მდე სახელი აქვს თვისებები. მიგითითებ თუ გაინტერესებთ რა რასნიშნავს. ქართულ ბიბლიაში ეს არ არის მინიშნებული. იმიტომ რომ ბიბლიური მუშაობა, ბიბლიოლოგია საქართველოში არ არსებობს. ყველაზე მეტი აქ ნამუშევარი მარტო პროტესტანტულ სივრცეს აქვს. ესე რეფორმატორებს, ბრიტანეთი, ინგლისი, აი ესე თქვა გერმანია, შვეიცარია, ირლანდია, საფრანგეთს უფრო ცოტა კიდე, ირლანდიას ცოტა, იმიტომ რომ კათოლიკები არის, მაგრამ არის კერები და ყველაზე დიდი ანგლო-საქსონს, შოტლანდიას, ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აი ამათ აქვს ძალიან ბევრი დამხმარე საშუალებები, რუკები, ლექსიკონები, ყველაფრით გამოწვეული და აი ყველანაირი კომენტარია, ყველაფრით. და ამ ხრივ მოიკოჭლებს, ყველაზე მეტად მოიკოჭლებს მართლმადიდებლობა. კათოლიკებსაც აქვთ. ყველაზე მეტად ჩამორჩენილი არის მართლმადიდებლური სივრცე და განსაკუთრებით მართლმადიდებლური სივრცეში ქართველები. რუსებსაც ყავთ თავითი განმარტელები, ხო, ლაპუხინი არის, ალექსანდრე მენი არის, ერთ-ერთი ცნობილი კომენტატორები, რომლებიც ვარც არ იძახიან მართლმადიდებლობაზე, მაგრამ ძალიან ახლოთ მიდიან პროტესტანტულ განმარტებებთან და აი ალექსანდრე მენის უამრავი კომენტარებია დადებული, რომელიც ესე გაუკვირველ ვითარებაში მოკლეს და ლაპუხინის ერთ-ერთი ცნობილი, რომელიც წინააღმდეგობაში ბევრ საკითხებში არ მოდის პროტესტანტულ კომენტატორებთან, მაგრამ ჩვენ ესეთები არ გვყავს. ჩვენთან ყველაზე ჩამორჩენილი, აქ უკვე ეს რაღაცაზე მეანიშნებს. ასევე ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიაც არის დამკებში გასული. მანდაც არ არის დიდი ძალი კომენტარები. კიდევ მეორე კათოლიკებს კიდე აქვთ, მაგრამ უფრო ფილოსოფიური ძალიან ძლიერი ისენი აქვთ, მათ ეკლესიის მამებს ეყრდნობიან და დიდი ფუნდამენტები, როგორც იყო ავგუსტინე და შემდეგ თომა აქვინელი, ესენი არიან უდიდესი ავტორიტეტები ბიბლიურ კომენტარებში. აი თომა აქვინელი. თომიზმი როგორც ასეთი და შემდეგ შეიცვალა ნეოთომიზმით. ახალი თომიზმი, თომის მერე ჟაკ მარიტენის აი ესეთი გვარი და სახელი არის ჟაკ მარიტენი. შეგი მათაც ყავთ ძალიან ძლიერი, აი კათოლიკებს ძალიან ძლიერი, ასეთი აი ლოგიკით შეიარაღებული არისტოტელეს ლოგიკა არის, მაგათი ლოგიკა ძირითადად პლატონი რატომღაც გაწიეს გვერდზე და აი ესეთი ინსტრუმენტებით შეიარაღებულია კათოლიციზმი, მაგრამ არ უშველით მაგათეგა. ხო, პროტესტანტული იმაში უფრო ძლიერი ნაკადი არის, იმიტომ რომ ამასთან სულიწმიდა ღმერთი და იესო ქრისტე არის, უფრო ძლიერი. მათთან დამახინჯებული არის და ეთყობა კიდევაც ამას. ამიტომ ყველაზე მეტი ბიბლიაზე, ბიბლიოლოგიაში,
ყველა იმაში ეს იქნება აპოკალიფსზე, იქნება ესხატოლოგიაზე, ქრისტოლოგიაზე, ქრისტეზე სულ ყველაფერი დაწვრილებით აქვს. აი ისტორიული ტრადიციები ისრაელერზე, აი εν რაოდენობის არის. სულ უდაგულო რომ აირჩიოთ. თან კიდე პატარა თავები კი არა. მთლიანად აი 2-3 ტომი აქვს პატარა რაღაც რომელიღაც ამას. თქვათ მაგალითად ლუკა მახარებელი ეს 2 უზარმაზარი ტომი არის. ხო, მათე მახარებელი 2-3 უზარმაზარი ტომი, ისაიაზე 3 ტომია. მთლიანობაში 1200 გვარი. ესე დაწვრილებით, აი როგორ არის, ეს სკრუპულოზურად. ქართულად დაწვრილებით, ხო, სკრუპულოზურად ეს აი გამოწვლილებით თუ შეიძლება კიდე ასეთი ქართულიც რო ვთქვათ, აი ესეა განხილული ბერძნული, ებრაული ლექსიკონი მიყვება კითხვის პროცესში. ბერძნული ბევრი სიტყვები შემოდის, ძველი ბერძნული და ებრაული. და ერთდროულად შენიღებ ებრაულ ენასაც და ბერძნულ ენასაც და აი ესე ძალიან ბევრი ბერძნული ენა, ძველი ბერძნული ვიცი მე. ძველი ბერძნული სიტყვები, ძალიან ბევრი, ასევე ლათინური. სამივე ენაზე არის ეს. აი ლექსიკონში და გვიხსნის ეტიმოლოგიურად და უფრო რაღაცნაირად აი უფრო ამ სუყეს ხდის აღქმას საგნისას საინტერესოს და გაგიჯდება ძვალებილში რა ეგ არა და სიტყვებზე რაღაცნაირად თან ქართულ სიტყვასაც შემშობლიურ სიტყვასთანაც ცოტა უფრო ახლოს მიგიყვანს და უფრო ამდიდრებს შემშობლიურ ლექსიკონს. შეიძლება გავოცდეთ რომ უცხო ენით საკუთარი ენის გამდიდრება შეიძლება. ხო და როცა შენ ჩაიკეტები შენ ერთ ენაში არც ენა გეცოდინება შენი ენა და მეორე ენა დაიხმარიერე რაღაცნაირად რომ გააფართოვე ცნობიერება შემოდის რა უცხო ენის მეშვეობით ღმერთთან აი ესეთი ურთიერთობა იზრდება და შენი ენაც უკეთესი მდგომარეობაშია შენი ენით მიდიხარ მე კი არ უკუაგდებ შენ ენას არა უფრო დახვეწილწყობ უფრო სიღრმისეულ ქართულში შედიხარ და ქართულ ენას აწესრიგებ და იტყვი რომ არა არც ესეთი წამოსაკრავი არის ეს ენა იტყვი უბრალოდ იმასთან მიმართებაში ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ლათინური ძველ ბერძნულზე აღარაფერს აღარ ვიტყვი და რუსულთან შედარებით ეს ცოტა ღარიბული ენა არის. ხო, ახლა ესეთი თანამედროვე რუსთაველი არ დაიბადება. თანამედროვე რუსთაველი რო დაიბადოს, ღარიბებული ენა და იმ პოემას ვერ დაწერს. იქ მე-12 საუკუნეში ის პოეტი უფრო მაღალ ქართული ლიტერატურა მაღალ მწვერვალზე იყო და ქართული ლიტერატურის ისეთი მარაგია გამოყენებული რუსთაველის გაოცდებით რა. ესე ხო არავინ აღარ ლაპარაკობს. ის ძალიან ბევრი სიტყვები იმდენად არის გაუცხოებული ქართულში, რომ არავინ არ ხმარობს სიტყვას ბაზმას. ვინმეს გამოუყენებია? ხმარობენ სანთებელას, ასანთი, ზაჟიგალკა. ესეთი ფრაზა არის: "ტარიელს პირსა ციმციმი ათქს უნათლესი ბაზმისა." ეს არის ზაჟიგალკა რუსულად. დავიწყებული ეგრე და არავინ საათლის არავინ არ ხმარობს, გვადრუც არავინ არ ხმარობს. რუსთაველთან ეს ყველაფერი შეგხვდება. აი ძველი არქაული, ძველი იმ გაგებით კი არა, შინაარსით. აღარ ხმარობენ და ამხრივ ძველი. ძველი არის იმიტომ ის ენა, რომ არ ხმარობთ ჩვენ. თორე ის ენა არ ძველდება. ენა ხმარებიდან გამოდის იმის დამიხედვით ადამიანი დაქვეითებულია თუ ამაღლებული არის, თორე შეიძლება ენის დაძველება მატერიისთვისება არის. დაძველდა კაბა, გახმა და გადავაგდე, ხო, შემომაცვდა. ენა არ ძველდება. ენა ან კვდება იმის გამო, რომ ადამიანი იგნორაციას უკეთებ, ან ცოცხლდება. ამიტომ ის ძველი ქართული არ არის, პირობითად ქვია, ძველი ბერძნული არ არის. თანამედროვე ბერძნული უფრო ღარიბია, ვიდრე ძველი ბერძნული. ძველი ბერძნული ენა მე მაოცებს. რა ვიცი, აი რა სიტყვები არ არის. აი ლათინური და ბერძნული. ეს არ ვიცი, ამას ტოლი მეორე არა აქვს თანამედროვე იმაში. და ამ დროს თანამედროვე ენები შევსებული არის ლათინურიდან და ლათინიზაცია არის ევროპული ენებისა და ინგლისური ენაში ფრანგულიდან და ლათინურიდან. აი ძალიან ბევრი არის ლათინური და ბერძნული. მისი ეს ფორმა არის ინგლისური და ტექნიკის განვითარებასთან ერთად ამ ენათა შეწყობით მივიღეთ ეს ფრანგული, ლათინური, ძველი ბერძნული. აი ეს არის დომინანტი ინგლისურში. ამისი კომბინაცია არის და მივიღეთ ახალი. და ლათინური კი მოგეხსენებათ ახლა ლათინური ესეც ერთ-ერთი მდიდარი ენა არის ხო? ჩვენ ხანდახან არ უკვირდებით ქართულში რამდენ ლათინურ სიტყვას ხმარობთ. ქართული ენის კომბინაციაც რა არის? სომხური, სპარსული, უფრო აზიური არის მეტი დატოვებული და ცოტა ლათინური და ბერძნული. აი ეს არის ქართული ენა. აბა ახლა არ არსებობს, ყველა ენაში არის რაღაცა. უბრალოდ ამ ენით, აი რას აშენებ, რაზე ლაპარაკობ და როდესაც ახლა თანამედროვე სალიტერატურო ენა, სადაც უკვე დანაგვიანებული არის რუსიციზმებით, ნეოლოგიზმებით, ინგლისურიდან შემოსული, იქითა პოლონურიდან რამოდენიმე სიტყვა, ჟარგონი, ბიდლოები და რაღაცეები. ახლა რუსთაველის წიგნს ვერ წაიკითხავ რა. იმას ის ლექსიკონი უნდა იცოდე.
რუსთაველის კი არა, გურამიჩუც ვერ წაიკითხავს ბევრი. ვერ გაიგებს აი სინტაქს, სიტყვების შეწყობას, დალაგებას და რომელიც ძალიან მოქნილი არის და სიღრმისეულიც არის, აზრიც გამოითქმის და არ არის აი ესეთი ცი როგორი უპრაკონოდ ხმარება. ხო, აზრი გადმოიცემა მაღალ დონეზე და ბოლოს აფორიზმით დასრულდება. ესე იგი, აღწერა არის და ბოლოს დასრულება არის. და ბოლოს ისეთი აფორიზმი რომ დაგვირგვინებს ამას მთლიანად. და ისეთი სიტყვები არის იქ, ძალიან ბევრი ხმარებაში არ არის. რა ის ძველია ეს ქართული? ძველი არ არის. ხო და ენა თუ არ გავამდიდეთ, ძველი ბერძნული მაგალითად, იმიტომ კი არ არის ძველი რომ ის ძველი კი არა, ახალი ის არის. თანამედროვე ახალგაზრდა ბერძნული ეს თურქებს რო ყავდათ დიდი ხანი, ხო თურქებმა არა მარტო ჩვენ დაგვაზარალეს, ბერძნებიც დააზარალეს. ეთნოგენეზიც აზელილი არის, ბერძნებიც გადაუარეს თურქებმა და დაუტოვეს თავს ნაბიჯვრები. არა მარტო ჩვენ ყავს ნაბიჯვრები თურქების, ბერძნებსაც დაუტოვეს. თორე ბერძნების გარეგნობა ისეთი იყო, აი ძველი მე-6, მე-7 საუკუნე, აი ქანდაკებები შემონახულია, ფრესკები, აი ცისფერი თვალები, თიმეები, ლამაზი ქალები ყავდათ, მაგრამ რა ზღვანს თანამედროვე ბერძნელი ქალებზე უფრო ლამაზი ქართველები არიან, ხო, საერთო ჯამში, უბრალოდ ბევრი არიან. თურქული სისხლი შეერია და გენეტიკა დაეცა, აი გენებს სხვა ჯიშები რა, გადაჯიშდება როგორც ქართველი, მაგრამ ქურთთან, აისორთან და იმასთან რომ ბავს გააჩენს. არ იქნება უფრო ის მაღალი რასა არ არის ეგ. არის ხლა გენებში არის ეგა და ვერ გადააგდებთ ამას მეგობრებო. ჯერ მთლიანი ცოდვილი ბუნების მატარებელია მსოფლიო და ეხლა გადაგვარებული რაღაცა გენებში რო შეერწყმები. აგერ თუ ცხოველებს აჯიშებენ, კაი ჯიშებს ადამიანებში, ეს რა რატო რა ჩვენ ცხოველი არა ვართ, უფრო მაღალ განვითარებული? თუ გონიათ სხვა რამე ვართ ჩვენ. ამ სიცოცხლის აი ამ პლანეტაზე გამორჩეული ღმერთთან დაახლოებული ადამიანია, თორე ესე ცხოველია, თორე ცხოველი ნიშნავს ძველ ქართულში სიცოცხლეს. სიცოცხლის მატარებელია ცხოველი. აი სვეტი ცხოველი. პირუტყვი კი არა. ეს სვეტი სინათლე არის სიცოცხლისა, ხო? ასეთი ის ტაძარს რო აქვს ესეთი რამე. ძელი ცხოველი. ესე იგი ცხოველი ზოგადი ტერმინია. ყველა ახასიათებს ყველა იმ მშვენიერ არსებას, რომელიც დაფრინავს, დაღოღავს, წყალში დაცურავს და აქ გამორჩეული არის ადამიანი, რომელიც გვირგვინი და თან მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის მსგავსება და ხატება ადამიანს აქვს. სხვას არა. რა არის ეს მსგავსება? და გითხარით ის თვისებები. სამართლიანობა, სიყვარული, სილამაზისა, ეს მარტო ადამიანს ახასიათებს. ესე იგი არანაირად არ არის ადამიანი რაღაცა უაზრო აფეთქების შედეგი და მე მილიონი წლების რაღაცა ინფუზორიიდან, არაცოცხალი მატერიიდან შექმნილი ცოცხალი არსება. ეს არის ლეგენდა. არაფრით არ შეიძლება უსიცოცხლო მკვდარმა მატერიამ წარმოქმნას სიცოცხლე. არანაირად, იმიტომ რომ სიცოცხლე სიცოცხლეთ უნდა შეიქმნას. პიროვნებას ქმნის. ესე იგი ღმერთი შემქმნელი უნდა იყოფილიყო ცოცხალი პიროვნება და სწორია რუსთაველი მსგავსი ყველა იმ მსგავსაშობს ესე პრეზენტაგან თქმულია. ხო, ბიბლიდან არის აღებული. მსგავსმა უნდა აი ხატა ჩვენი ხატა და აი მსგავსებაში ვართ. მაგრამ არა აბსოლუტური გაგებით. რაღაცა გვაქვს ისეთი, რაც ღმერთს გვამსგავსებს ჩვენ და სწორედ ეს დაიკარგა და დამახინჯდა. დაიბრიცა და გაფუჭდა, გადაიფხიკა. ამის აღდგენა არის მთელი ბიბლიური ეს გამოსყიდვის გეგმა რო ქვია. გამოსყიდვა ნიშნავს აღდგენას სხვა სიტყვებით. და ამას ეს არის სასწაული, ისე როგორც სამყაროს გაჩენა არის სასწაული, ადამიანის გაჩენა არის უდიდესი სასწაული და არა მარტო კარიერაზე, ეხლაც რო იბადება ბავშვი, ჩემთვის სასწაულია. სხვებისთვის ეს ჩვეულებრივი რაღაცა სტანდარტი ნასწავლი აქვს და გორე, აი სასწაულია, სიცოცხლე არის სასწაული, როგორ შემოდის. ფანტასტიკაა. რაღაცა მე იზრდება, რა ყველაფერი ყალე პროექტია. არ ჩანს რაღაც და ვერი უცები მოლეკულები რაღაც აი რა და გამატერიალებული იმას იღებს სახეს. შემოდის ესე და მე ლაპარაკობს, დადის, უხარია, იცინის, სიმართლეს ეძებს, ერთგულებაზე თავს აწუხებს ცუდი რაღაცებს, სიკეთისთვის იბრძვის ყველა. აი ესეთი რამე არავის არ აქვს. ესე იგი ადამიანი გამორჩეულია ცხოველთა სამყაროდან და ამით დაახლოებული ღმერთთან. და რო დაშორდა, ამის დაახლოება არის გამოსყიდის და იესო ქრისტეს დამსახურება, ეს არის რომ ისევ ღმერთთან აღადგინა ჩვენი ურთიერთობა. იყოს რწმენა, ეს უნდა მოგონოს და არა ის დღეს არ შეჭამე საჭმელი, ხვალ არ შეჭამე. თუ ღმერთს არ იცნობ, გინდა მშიერიყავი, გინდა მაწყალი. ხო, თუ არ იცი, მან რა გააკეთა? რა ზიარება, აი რომელი ზიარებას თვითონაც არ იცი საწყალმა რა. უბრალოდ სახელმწიფო მოაწოდა ეგრე, ველში როგორც თქვა, იმაირო ყავა, მაირო, მეც მარხულო, იმარხულო, ვერ მარხულო, მეც უნდა მიმარხულო და საწყალი რა. არაფერი კი არ იცის. ამას აზრი არ აქვს.
ვერც გეტყვის ვერაფერს, გაგებაში არ არის. წესები დაუდეთ, როგორც მიჩვეული კომუნისტებმა გამოწრთეს ისე კარგად, რომ კომუნისტური აიმეებს რო ასრულებდნენ რიტუალებს, ეხლა რელიგიურ რიტუალებში გადაბარგდნენ. იქ პარადებს აწყობდნენ, აქაც არის იმეებზე გამიგე, წელიწადში 2 პარადი შეიცვალა წელიწადში 2-ჯერ მარხვით. ლენინის კუთხეები შეიცვალა ხატების კუთხეებით სახში, ყველგან სურათები ილიასი, ილუაგერ ხო ამათი ღმერთი არის. ჩვენი უბედურებაც მაგაში მდგომარეობს შემოგარგო. მოვადრო რომ აი ეს თანდათან ეს ჩაინაცვლებს და ნელ-ნელა შეუტევენ ამას ქრისტიანული პრინციპებიდან. რუსებში მაინც არის ეს გადაიყარა ეს მარცვლები და სამ რადიო ტალღაზე მიდის ქრისტიანული გადაცემები და მონაწილეობენ ხალხი წერილებს წერენ. მაინც არის. მუშაობა დაიწყო, ეხლა დაიწყო. ნახოთ რა გაგრძელება ექნება ამას. და როგორ იმას მიიღებს ჯერჯერობით ბლოკირება არ ხდება წიგნები იბეჭდება რადიოში ტალღებზე ზიან ტრანსმირავი რადიო გადმოსცემს ყველა კონფესიებს ბაპტისტები ისინი და ჩვენთან საგინებელია სიტყვა ბაპტისტი ევანგელისტი იეღოველი ყველაფერი საგინებელია ვინც ბიბლიას კითხულობს ამიტომ ვარ ჩვენ ესე გამოინდაურებული და გამოჭუკებული და ვართ ამ მღვდლებს კალთა შეფარებული გაგებაშიც არ არიან ვინ არის ეს მღვდელი რა უნდა რა ახსარება უნდა ჩააბარო თვითონ ვერ უშველიათ გაგლახევრად თქვა შეშლილი მღვდლებიც ძალიან ბევრი არის რომ მოусმინოთ მან და აფრენს ხალხი რა ეროვნული იმით გაჟღენთილები ეროვნების დამცველები ქართველობენ არავისგან ქრისტეს ვერც მოისმენთ არც თეოლოგია იციან არაფერი თუ რამე წაიგითხე იეღოველი ხარ ამ დროს გონიათ ეს სალანძღავი სიტყვა დიახაც ვარ იეღოველი ის იეღოვეა რომ გადამარჩინა და მამა არის ღმერთი სახელი განუცხადა მე იეღოვაა ჩემისა ეს ტეტრაგრამა მოსას უთხრე გამოსulis წიგნი მე მეოთხე თავი რა არ გახსოვთ ეგა აბა ნახეთ რა წერია იქა რომელიც ქართულად შეიძლება ითქვა მე ვარ არსებული და გამოვლინებელი ეს არის ეს სიტყვა ებრაული სიტყვის ეს ერთგვარი ტეტრაგრამა არის ეგა კაცო და როგორ აქტი იეღოველი ხარ და არც ის რა არის ის არის სექტანტი ხარ ბაპტისტი ხარ ევანგელისტი ესე ბაპტისტი ხარ ბაპტისტი ამას ბაპთა ხო არ გონიათ ბაპტისტერიუმი მონათვლის გარკვეული რიტუალი იყო წყალში ჩაახვალ როცა რწმენით მიიღებ ღმერთს მოსმენის შედეგად და ეს ხლა ამის დასამოწმებლად მოდი ეს ხელი მოაწერე რა და ერთგვარი ხელმოწერა არის წყალში ჩაყვინთან ნიშნავს გარდაცვალების დადასტურებას რომ მოკვდი და ამოდიხარ და განახლებას ესე იგი ახალი ადამიანი ხარ ეს არის რიტუალი რომელსაც წინ უსწრებს რწმენა შენ სიკვდილზე და გაცოცხლებაზე. ამის შედეგად ეს ჩაატარე რა. თორე წყალი არაფერს არ გაგიკეთებს. ეს არის ყველა რაღაც მოვლენას თავისებური რიტუალი და ცერემონია ახლავს. აი როგორც ქორწინების რიტუალი სილამაზე არის თავისი კაბა, ფეთრი, კაცი გამოდის მე რაღაც საზეიმო განწყობა იქ მუსიკის დაკვრა, იქ რაღაცა გარკვეულ ადგილზე მისვლა. მე ამის შედეგად გაგრძელება ერთ-ერთი თვე სადღაც სამოგზაურო. ეს ყველაფერი არის რიტუალი. თუ ქალსა და კაცს ერთმანეთი არ უყვართ, არაფერი ეს წყალში გადაიყრებათ ყველაფერს და ბერს გადაუყრია წყალში. მაგრამ მინახია ადამიანები, რომელიც დაქორწინებულან და არაფერი პომპეზური არ არის და ბოლომდე ამ სიყვარულით დაუსრულებიათ სიცოცხლე. არც პომპეზურობა ქონიათ, არც თაფლობის თვე გაუვლიათ, არაფერი. იმიტომ რომ თვითონ იყვნენ ამ სიყვარულში. ხედავთ, ერთმა რიტუალი შეასრულა, მეორემ არა. მაგრამ რომელია უფრო სწორი შინაარსით? თუ ახლა შეასრულებ რიტუალს, გაგ რა პრობლემა, არაფერი პრობლემა, ამით კი არაფერი არ დაშავდება. თავარი რიტუალი კი არ არის. არაფერი არ დაშავდება, რიტუალით საქორწინო ის გადაიხადა, დარჩები ბოლომდე ერთგული იმისა. ეს ხო გადაიხადა ყველამ. რა არის ერთ თვეში შეგეზიწყდა პიროვნება? აღარც კიდე ერთმანეთს ეჩხუბებით. ხო, ასე რომ რიტუალით ბაპტისტიც რო წყალში ჩახტება და ამოხტება, იმით კი არ შევა სამოთხეში. რწმენით შევა. რწმენას კი ადასტურებს ამით, როგორც გითხარით. და თუ დაემთხვეა ერთი მაგას რაჭები, ქორწინების ცერემონიალი რიტუალი დაემთხვევა შენ შინაარს. ეს არის ამასი. ესე იგი შინაარსების გამომტანი უნდა იყოს ეს ფორმა. და არა ფორმა შინაარსად ვაქციოთ. ფორმა შინაარსია, შინაარსი არის გაფორმებული. შინაარს აფორმებს ხომ ყველაფერი. თუ არსი არ არის, რაჯენდებათ მინდა ფორმა. და აქედან სიტყვა ფორმალიზმი რო შემოვიდა, ესეც რთული საკითხია. ფილოსოფიის ისტორიას სწავლობს ფორმა შინაარსის ურთიერთ დამოკიდებულებას. ესე იგი, ეს იეღოველები მოწმა რო იძახა, იეღოვა ხარ, არც დაფიქრებულა თითქოს როგორ არის, სალანძღა ხო და მაგრამ შენ თუ იცი რატომ არ ხულობ და რა არის მარხვა? გესმის ესა? საიდან არის ეგა, როგორ არის? რას გაწელებს მე ეს მარხვა? აი რო დაამთავრე ეგ რა არის ხლა? აი რა განსხვავებაა რო არ მარხულობდი და ეხლა რომ მაერხული? ან კიდე ეს სამარხულო საჭმელებს რო ჭამ რა არის? აი დამთავრდა, რა იღრძენით? მარხვამდე და მარხვით. შეიცვალე, რამე შეიცვალა შენს აზრებში, გუნებაში, გრძნობაში. შეინიღბე ხარ ვითარცა უვიცი მოწაფე.
რა იმთავითი იცით აპრიორული ხო რაც არის ახლა უჭმელი ის იქნება გამწყარი. პირდაპირ აი აღმოჩენებში გავა რა. არც იცის რას ნიშნავს ეგა ბიბლიაში მარხვა რა არის და მე რატომ არის რომ ეს დოქტრინად არ არის ქცეული და არის ინდივიდუალური და მართლაც ბიბლიაში ძველი აღთქმის ხალხი ღმერთთან შესახვედრად წინ წრებს ეს ისევე როგორც საქორწინო ცერემონიალს წინ უსწრებს რა ჯერ პიროვნების გაცნობა და შეხვედრა გჭირდება აი სასიძოს უნდა შევხვდე ხო უბრალოდ ვთქვათ დაწინდვას დანიშნვას დაქორწინებას წინ უსწრებს დაწინდვა და ეს არის ნიშანი იმისა რომ უნდა შევხვდე მე საპატარძლო იქნება თუ სასიძო ასევე მარხვა ძველ აღთქმაში მზადდებოდა იმიტომ კეთდებოდა რომ ღმერთს უნდა შეხვედროდა ყოველი მარხველი ვინც მარხულობდა მე ღმერთს ხვდებოდა და იქიდან იღებდა ინსტრუქციებს აი მარხვის ბიბლიური მნიშვნელობა და არა სხვანაირი იესო ქრისტეს არ ჭირდება მაგალითად მარხვა იმიტომ რომ შეხვდეს ღმერთს თავად ღმერთს წარმოადგენს და ლოცულობს მაშინ იესო ქრისტეს მარხვა რა არის ეგ აი ეგ არის სულ სხვა კონტექსტში სასაკითხი და გასაგები იესო ქრისტეს მარხვა დაჭირდა იმიტომ მას ღმერთს არაფერი არ ჭირდება რომ აი სატანა გამოცდა უნდა როგორი ცთუნება იყო ძალიან ძლიერი ცთუნება ხო ეგ გაკეთდა ყველაფერი სატანისთვის და ერთგვარი გამოძახილი იყო თუ რა დააიღვა ადამიანსა და ევამ რა დაარღვია ედემის ბაღში ადამი და ევა ედემის ბაღში არ მარხულობდნენ არ ჭირდებოდათ მაგრამ სატანასთან ურთიერთობაში ჩაიჭრენ ახლა კი განსხეულებული ღმერთი რომელსაც ადამიანური სხეული აქვს და სხეული ითხოვს თელი რიგ რაღაცებს მოგეხსენებათ აი აბათ შეცდებოდა თუ არა იესო აი ამ ვითარებაში როცა მან შეიმშია 40 დღე არც უჭამია და არც დაულევია არც სამარხულო საჭმელები არ ქონია 100%-ით 40 დღის განმავლობაში მას ლუკმაპური არ ჩაუტია არც წყალი დაულევია რაც პრაქტიკულად დღეს კი არა ვერამ ვერ განახორციელებს ამას ეს არის უცნაურობა სასწაული იმიტომ რომ თავად სასწაულია ღმერთი ხო როგორ ახსენეთ ჩვენ მაგას და აი როცა მიდის უდაბნოში სულმა სატანასთან დიალოგი წავიდა წარდგა ასეთ ვითარებაში სატანა ესე იგი ნახეთ სატანა უსმავს სამკითხვას ისეც რომ ძალიან ძნელია კაცმა ცდუნებებს გაუძლოს კაცმა რომელსაც ყველაფერი შეუძლია ის რა კითხვებსაც უსმევს თან აგდებული კითხვებია თითქოს იცი შენ თუ ღმერთი ხარ ახლა დამიმტკიცე რა ხო იძახი ღმერთი ვარო ხო გშია ხო შეიმშია ის კი ვერ ხვდება აი ახლა აქცია ქვები პურებად ნახეთ ამან არ დაამტკიცა რომ აი დიახ რატომაც არა ღმერთი ვერ ახლა ვიგაკეთებ მან თქვა არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი არამედ ღვთისპირიდან გამომავალი სიტყვით ამოუღვეს ბიბლიდან ეს ციტატა ესე იგი არაფერი არ ვთქვი ფილოსოფიური მე უთხრა აი ახლა აიყვანა ტაძრის ქიმზე და გადახტი აქედან და უბრძანებს ღმერთი და ანგელოზებს ხელს დაუმახინჯა ფსალმუნიდან ხო გახსოვთ ეგა მან თქვა არა გამოცადო უფალი შენი არ შეიძლება გადამხტარიყო ხედავთ არც ეს გააკეთა და ციტირება არა გამოცადო უფალი შენი მესამე რაღაც მაღალი მთის წვერვალაზე შეახედა წუთისობთ აი ყველაფერს ამას შენ მოგცემ და თაყვანი მეციმეო ხო სატანა მეს უთხრა ხო აქაც ბიბლიდან გაცა პასუხი მხოლოდ ღმერთს შენი თაყვანი განვეთ სატანა ჩემგან და მას მერე გაშორდა და აღარ მისულა მასთან დატრიალებდა სხვა იმიდან ესე იგი აი მარხვას იესო ქრისტეს მერე ის ღმერთს ხვდება არა თავად ღმერთია და ადამიანური ბუნება აქ უკვე უცნაურია დამალულია ბიბლია არ გვეუბნება არაფერს დაფარულია აი სატანამ არ იცოდა რომ ეს ღმერთი იყო თუ რაშია საქმე აი მე მგონი სატანას არ აქვს აბსოლუტური ცოდნა ქმნილება არის და მისი ცოდნა დეტერმინირებული უნდა იყოს უბრალოდ შეზღუდული მოკლედ ღმერთივით აბსოლუტური ცოდნა არ აქვს მას სიტყვა აბსოლუტური იცით ყველა ოპერების ყველა ფორმა აბსოლუტური სიბრძნე აი არაფერი არ ეშლება ყველაფერი იცის წინ და წინ სატანამ აქვს ცოდნა ჩვენზე მეტი დაცემულ ადამიანზე მეტი ცოდნა აქვს სულიერი არსება გაცილებით მეტი ჩვენზე შედარება არ შეიძლება მაგრამ ღმერთთან შედარებით არაფერი არ არის ამიტომ დასაშვები არის ის რომ ამას არ ცოდნოდა რომ იესო ქრისტე ღმერთია ახლა ამ გზას არ გაყვა ძალიან ბევრი სექტანტები და წავიდა ესეთი ორი ხაზი ღმერთის ერთი ბუნება და მეორე ბუნება ორბუნებლობის შესახებ და რაკამათები იმართებოდა ერთნი ძახიან რომ არა ეს ღმერთი არ იყო ადამიანი იყო მეორე ძახიან არა ღმერთი იყო ადამიანი არ იყო ხო ადამიანი მოჩვენებითად იყო და ეს ეკლესიის ისტორიაში არის რატომ არ შეიძლება სატანა შემცდარიყო იმიტომ რომ იმ თავითვე ეს არის გაამაყებული და თავისი ჭკუით გამოცადა რა და ამით შეცდომის დაშვება უნდოდა
ზეგ ამ ხრივ იესო ქრისტე წარმოადგენს ზოგად ადამიანურ სახეს, როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი ისეთ ვითარებაში, რომელშიც ჩავარდა იესო ქრისტე. აი რას მასწავლის მე იესო ამით. განაიმას მეუნება რა იმარხულე და გამოცდები მოგიწყოს სატანამ. ჩვენ გამოცდებს ვერ ჩავაბარებთ. სუსტები ვართ. ამიტომ მარხვას აქ ეს დატვირთვა არ აქვს ამათ როგონიათ. და ძველ აღთქმაში რომ მარხულობდა ადამიანი ემზადებოდა ღმერთთან შესახვედრად. ერი როცა მარხულობდა არ ჭამდა არ სვამდა ისრაელი ერი რო დაბრუნდა ეზრას დროს ისრაელში იერუსალიმში. მთელი ხალხი მარხულობდა მოინანიეს და უკვე წავიდა კითხვა გამოვიდა წიგნი და კითხულობდა ეზრა ამ მოსეს ხუთ წიგნეულს. აი საქართველოს მარხვა რაში მდგომარეობს? წესები ესა? რომ ამას რო შეასრულებ ყველაფერი ჩათვლებია ესა რელიგიური? მორწმუნე საქართველოში რელიგიურ მოცემულობებს აბარებს? ჩათვლის წიგნაგებიც უნდა დაარიგოს მღვდელმა მაშინ. აი მიცეთ ჩათვლა, აი ოჩახ ჩათვლა ჩააბარე. მე თავში გიყრი არა მე. ამიტომ მარხვის კიდევ მეორე დანიშნულება ძველ აღთქმაში არის გაწმენ და გასუფთავება, გარკვეული უნდა შეხვდე ღმერთს. როგორც მაგალითად სამედიცინო იმაში რომ მიდის რაღაცა მიცემულობას გეუბნებიან, ანალიზის აღების დროს გეუბნებიან არაფერი საღამოს არ ჭამო, არაფერი უჭმელი მოხვიდა დილით. და ემზადები ამისთვის. საოპერაციო დამზადებენ ადამიანს და მთელი რიგი ინსტრუქცია უნდა შეასრულო. დარღვევა არ შეიძლება ამისი. ასევე ღმერთთან შეხვედრა გინდა, ღმერთმა გითხრა, რაღაცნაირად უნდა თავი შეიკავო რაღაცეებზე, იმიტომ რომ მე მხვდები, ის კიდე წმინდაა და ის უკვე საუბრობ მასთან, გიხსნის რაღაცეებს. და ეს იყო ნამდვილი შეხვედრა, მორწმუნე ადამიანისა მარხვა აუცილებლად უნდა გაეავლო, მაგრამ დოქტრინა არ არის ეს არის ინდივიდუალური. და როცა რაღაცა დააშავა მთლიანად ერმა, გამოდის ეზრა და მოთხოვნილება კი არა, უბრალოდ აი ხალხო, ღმერთთან ვიწევს ახლა შეხვედრა და მოვინანიოთ, ვიმარხულოთ, რამე თუ იწყება შეხვედრა. ასევე ესთერი, როდესაც საქმეს აკეთებს, რა საქმეც ახლა არის ისრაელის გადარჩენა, გახსოვს ალბათ რას იძახეს, ხო იმარხულეთ, გადაეცი ყველას და მე ამას მივალ და შევხვდები მეფეს. გახსოვთ ამას იძახის ის. თვითონაც მარხულობენ. ესე იგი, რაღაცა დიდი აქტი უნდა მოყვეს ამას. აი ახლა მარხვა რო დამთავრდება, რა აქტი მოყვება საქართველოში ამას? რესტორანში გასკდომა. არაფერი, რატოლუც მარხულობდა 40 დღე ბიბლიური მარხვა განმასხვავოთ საქართველოს მარხვიდან. სამარხულო საჭმელები ეს ისევ საჭმელებია, დიეტაა ეს. ეს მარხვა არ არის. ერთი თვე დიეტას იცავს პიროვნება, სადაც ხელს უწყობს დიეტოლოგები და დიეტის შემსრულებლები, მღვდლების წარმოებას ბიზნესმენები რო არიან, თავიანთი პროდუქტია გამოიტანონ მაღაზიაში და გაფინტონ. ამით შენ ხელს უწყობ იმას. შეგხვდებათ ხო ადამიანები ვინც მარხულობს, რამე შეატყეთ. დახვეწილი აზროვნება აქვს 40 და გაგზიანებულები არ არიან. დაიხვეწა ინტელექტი, რაღაცა ღმერთს შეხვდა? არაფერი, ის გამოცხადება მეორე დღე დამთავრდა, ხსნილია, გაძღებიან და მორჩა. მაგრამ ასე არ არის რომელიმე ბიბლიური პერსონაჟი. ღმერთთან შესახვედრას წინ უწევს ეს, რომ არ დაიმძიმოს ამით, ხორცის გვემა მიდის. დროს ეს წესი არის ესეთი, ესეც საყოველთაო არა, ინდივიდუალური. და ყველა არ მარხულობს. იაკობი არ მარხულობს, აბრაამი არ მარხულობს, იოსები არ მარხულობს. ეს შენზეა დამოკიდებული. თავარი არის ღმერთს უნდა შეხვდე. ყველა ეს ადამიანები არიან ღმერთს ხვდებიან, მაგრამ ზოგი გაივლის ამ პროცესს, ზოგი არ ჭირდება ისე მიდის ღმერთთან. გამოცანა რა ყოფილა მარხვის ღმერთთან შეხვედრა. და აი რა უნდა უთხრა, რა კითხვები გაგა და რას გეტყვის ის. შესაბამისად, როცა აღსრულდა უკვე ეს ყველაფერი და იესომ ყველაფერი აღასრულა, მარხვას ეგ დატვირთვა აღარ აქვს. დოქტრინალური აღარ აქვს, სახელმწიფო აღარ აქვს. აქვს ინდივიდუალური, მაგრამ ამის შედეგად შენ ამ პროცესში ღმერთს ხვდები ბიბლიიდან და მარხვის შედეგად მოკიდე წიგნი და დაიკითხე კითხვა, თუ რა ვიცი, თან არც არის დავალება. რამშიერ ხوار წაიკითხავ რამეს. იყვები რა პრობლემაა? ნუ გასყდები ისე რომ გაიჩვერო და მე იცი ძილი მოგერიოს. საერთოდ თუ მაგრა გაძღებით მომენტალურად გითენთება სხეული და ძილი გინდა. ამიტომ მარხვას ქონდა ისეთი დანიშნულება, თუმცა ისეთი შეუსრულებელი მარხვაა დღეს, ხა წარმოიდგინეთ 4 ჯერადის სინაის მთაზე და 120 დღე სიმშილოს, მაგრამ გადაბმულად არა, 40-40. ვინმე შეძლებს ამას? ესე იგი რაღაცა სასწაული ხდებოდა მაშინ. ვერცერთი ორგანიზმი ვერ გაძლებს. თუ ღმერთი არ ჩაერია და არ გადააწყვეს რაღაცეები, არ შეანელა პროცესები. მაგალითად, ღმერთს ყველაფერი შეუძლია და როცა პიროვნება იწყებდა მარხვას მაგ დროს, შეიძლება ამ დღეს აი ნივთიერებათა ცვლას აჩერებდა. დაჩქარებული ნივთიერებათა ცვლით მალე ხშია ადამიანს. მოხუცს მაგალითად შიმშილი ისე არ აქვს, როგორც ახალგაზრდას. იმიტომ რომ მოხუცის ორგანიზმი ნივთიერებათა ცვლა არის შენელებული და დღეს ერთხელ ჭამაც ყოფნის იმას. ძალიან ცოტას ჭამს მერე.
ნივთიერებათა ცვლა რო დაჩქარებულია, 6-ჯერ 7-ჯერ გინდა ხო მოზარდი ისდება ცხოვრება, აი მითის ჩქარას ყველაფერი. და ეხლა რატომ არ შეიძლებოდა ღმერთი ჩაერია და როცა მარხვაზე მიდის მოსეს, ჯანიც ხელზე ყველაფერი აქვს მას. კი არ დასუსტებულა მარხვის შედეგად. აი მან ეს შეაჩერა და 40 დღე, ფიზიკური 40 დღე სულიერ სფეროში შეიძლება დაიყვანა 24 საათზე. 24 საათი ვერ გაძლებს საუბმშიერი. მე მაგალითად დილიდან საღამომდე არ ამშია და ენერგიაც მაქვს ლაპარაკში და ყველანაირად. 14 საათი შემიძლია მე არ დავლიო და არ შევჭამო. ისე რომ ენერგიაც არ მომაკლდეს. თავისუფლად შეიძლება, მაგრამ შორსა ვარ იმ აზრისაგან, რასაც დღეს ამ კომიკური მარხვა ქვია საქართველოში. ეს არაფრის მომცემი არ არის. ეს ხელს აწყობს მოდლებს, უფრო აკაბალებენ, აშინებენ და რელიგიური დიქტატურა საქართველოში სახეზეა. შესაბამისად, იეღოველი ხარ? შენ არ მარხულობ? შენ ვინა კითხავს მე რას ვაკეთებ? ეს უტაქტო კითხვაც არ მე გაწუხებ, ისერი გიტეხია. ხედავთ როგორი აგრესია არის საზოგადოებაში?